დღეს 26 ივლისია თქვენ უყურებთ კურიერი PS ავტოგვასალიასთან და სანდრო კაჭახიძესთან ერთად საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. ელექტროენერგიის ორი მასშტაბური ავარია ერთ კვირაში. ქვეყნის მასშტაბით დენის გათიშვის მიზეზებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იკვლევს. გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან დაზიანებას. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სუს ინფორმაციას ეტაპობრივად გაასაჯაროებს. მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა სემეკმაც დაიწყო. რა შედეგებით დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სინგაპურში, გლობალური სავაჭრო, ფინანსური და სატრანსპორტო კვანძი. ქვეყანა, რომელმაც რამდენიმე ათწლეულში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი შექმნა, სინგაპური გამოცდილებას საქართველოს უზიარებს. ქალაქ სახელმწიფომ, რომელსაც ბუნებრივი რესურსები არ გააჩნდა, საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობა ეკონომიკური განვითარების მთავარ საყრდენად აქცია. სწორედ გეოგრაფიული მდებარეობაა საქართველოს მთავარი უპირატესობაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი, რომლის ეკონომიკურ პოტენციალზე დღეს სულ უფრო დიდი საერთაშორისო ინტერესი ფოკუსირდება. შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ტექნოლოგიურ გიგანტებთან. შოთა ფალავანდიშვილი არის კურიერი PS-ის პირდაპირ ეთერში სინგაპურიდან. შოთა, საღამომშვიდობისა. რა შედეგებით დაბრუნდა ქართული დელეგაცია თბილისში? ქართული დელეგაციის ვიზიტი სინგაპურში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკმაოდ დატვირთული და მრავალმხრივი აღმოჩნდა. შედგა შეხვედრები როგორც სინგაპურის ბიზნეს ელიტის, ისე პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან და საუბრები შეეხო ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული მჭიდრო სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრები შედგა უმსხვილესი ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებთანაც და გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ქართველი სტუდენტები უკვე 2027 წლის იანვრიდან გაცვლითი პროგრამით ისარგებლებენ და ისწავლიან სინგაპურში თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამავდროულად საუბარი შეეხო საინვესტიციო გარემოსაც საქართველოში და ცნობილი გახდა ამ შედეგიანი ვიზიტის შემდეგ ისიც, რომ ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი და მოწინავეა მსოფლიოში, მიიღებს მონაწილეობას ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას უკავშირდება. გარდა ამისა, ვიზიტის პარკლებში პრემიერ-მინისტრმა არაერთი შეხვედრა გამართა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისითაც და მან კიდევ ერთხელ ვიზიტის შეჯამების დროს განმარტა, რომ ორი ქვეყნის როგორც გეოპოლიტიკური, ისე ზოგადად პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან გავს ერთმანეთს და მნიშვნელოვანია ლოგისტიკური და პოლიტიკური გამოცდილების გაზიარება, რათა კიდევ უფრო მეტი ხელშესახები შედეგი მიიღოს ამ თანამშრომლობითა და პარტნიორობით, როგორც საქართველომ, ისე სინგაპურმა. საერთო ინტერესების ახალი გზაჯვარედინი, სინგაპური, ინოვაციური და სტრატეგიული ქვეყნების ლიდერების გადაკვეთის წერტილი ხდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში ჩადის და სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში სინგაპურის ლიდერებს ხვდება. ოფიციალური შეხვედრების მთავარი თემა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და პოლიტიკური კავშირების გაძლიერება. ხიდი ევროპასა და აზიას შორის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი შუა დერეფნის მარშრუტში სულ უფრო იზრდება. სწორედ ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე აკეთებს აქცენტს ოფიციალური შეხვედრების დროს ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაური სინგაპურელ კოლეგას საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებსა და ქვეყნის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს აცნობს. სინგაპურის პრემიერ-მინისტრის შემდეგ ჯერი ქვეყნის პრეზიდენტია. ორი ქვეყნის ლიდერები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობენ. სინგაპურსა და საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერების დიდი პოტენციალი შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დასტურდება. Honda ძალიან საინტერესო შეხვედრები განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. წელს პირველი თვეების განმავლობაში გასულ წელს
საქართველოსთან შედარებით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი საუჯრო ურთიერთობები და ახლობთ 2.5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი საქართველოსთან და გვინდა რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად წავახალისოთ. სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო ბუნებრივი, ამას გავითვალისწინებთ რეფორმების გატარების დროს. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც არის ახლა განხილვის პროცესში და დარწმუნებული რომ ძალიან მალე დასრულდება მოლაპარაკებები ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით და გაღრმავდება ურთიერთობები ურთიერთობები საქართველოსა და სინგაპურს შორის. ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ბიზნესებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე და ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში. პირველი სახელმწიფო ვიზიტი, შეხვედრების პირველი დღე და პირველი ხელშესახების შედეგი. სინგაპური საქართველოს რეგიონალურ ჰაბად აღიარებს. პორტები, რკინიგზა, მაგისტრალები და აეროპორტები. საქართველოს ხელისუფლება რეგიონული და ლოჯისტიკური ჰაბის შექმნას პრიორიტეტად აცხადებს. სწორედ ამიტომ დელეგაცია შეხვედრებზე დიდ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის საკითხს. შედეგიც ცნობილია. მსოფლიოს უმსხვილესი საჰაერო ჰაბი ბაზიანის ახალი აეროპორტით ინტერესდება. ჩანგის აეროპორტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ანონსდება, რომ ჩანგის აეროპორტის ჯგუფი თბილისში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის ტენდერში მონაწილეობას მიიღებს. განიხილეს კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ანაკლიის პორტი. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით, განსაკუთრებული აქცენტი და ინტერესი გამოიწვია, შეიძლება ასეც ითქვას, ანაკლიის ხმაწყლოვანმა პორტმა და იმ განახლებულმა მოდელმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სულ რაღაც ცოტა ხნის წინ დაანონსა, განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი აეროპორტი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის მართველი გუნდის ინტერესის სფეროში და მათ ფაქტობრივად შეხვედრის მსვლელობისას დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს პარტნიორი კომპანიის შერჩევისას. საქართველოს პოტენციალსა და შესაძლებლობებზე საუბარი მრგვალი მაგიდის ფორმატში გრძელდება. პრემიერ-მინისტრი ფინტეკ კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. 30-მდე კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს უსაფრთხო ინვესტირების გარემოდ განიხილავენ. უმსხვილესი კომპანიების ნაწილმა საკუთარი გამოცდილებით უკვე იცის, რომ საქართველოში თავისუფალი ბიზნეს გარემო, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, პროგნოზირებადი საკანონმდებლო ჩარჩო და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ჩემი აზრით, ის რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ისევე როგორც დელეგაციის წევრებმა, შესანიშნავად წარმოაჩენს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში მიაღწია. ჩემი შეხედულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბევრმა ადამიანმა არ იცის იმ წარმატებული განვითარების შესახებ, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც გავაკეთებდი, არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატების ისტორია და ასევე ცენტრალური აზიისთვის საქართველოს მზარდი მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოდ უნდა გაჟღერდეს. ჩვენ საქართველოსა და სინგაპურს შორის ბევრ მსგავსებას ვხედავთ. ეს მსგავსებები იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ქვეყანას მცირე მოსახლეობა ჰყავს, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებთან შედარებით გაცილებით დიდ გავლენას ახდენს. ორივე ქვეყანა წარმოადგენს დამაკავშირებელ ცენტრს უფრო ფართო რეგიონისთვის და სწორედ აქ არის უდიდესი შესაძლებლობა. სინგაპურის მსგავსად საქართველოსაც აქვს შანსი გახდეს რეგიონის ჰაბი. ლოჯისტიკა, საზღვაო ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა, ქართული პროდუქციის ექსპორტი. ორი ქვეყნის პირველი პირები და მინისტრები შეხვედრებზე საკვანძო დარგებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე თანხმდებიან. ვიცე-პრემიერი სინგაპურელ კოლეგასთან საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხს განიხილავს. საქართველოს პირველი დიპლომატი რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუბრობს. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შედგა შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, ჰქონდა შესაძლებლობა ჩემს კოლეგასთან ერთად მესაუბრა და განმეხილა საქართველოსა და სინგაპურის შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. ჩვენ ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონული კავშირების გაძლიერებაზე. საქართველოსთვის სინგაპური მნიშვნელოვანი ქვეყანა
აზიის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. კალენდარზე მნიშვნელოვან თარიღად ინიშნება 2027 წელიც. მემორანდუმი გაფორმებულია. საქართველოსა და სინგაპურს შორის პირველი ინსტიტუციური გაცვლითი პროგრამა იწყება. მომავალი წლის იანვრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სინგაპურის მართვის უნივერსიტეტში ერთ სემესტრს გაივლიან. კურსის წარმატებით დასრულება კი სტაჟირებისა და დასაქმების წინაპირობა იქნება. საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მაქსიმალურად გამოყენება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რა თქმა უნდა, ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისით, ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ესეც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ დავაინტერესოთ მრავალი ქვეყანა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, საქართველოს შეუძლია გახდეს ჰაბი ყველა თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნისთვის. შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად აგვითვისოთ და სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. სინგაპური არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა, აქვს საუკეთესო გამოცდილება ბევრ სფეროში, უკვე ვისაუბრე ავიაციის მიმართულებაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ჯანდაცვა, განათლება, ყველა მიმართულებით საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ამ თანამშრომლობის გაღრმავება პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენ უკეთ ავითვისოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია სინგაპურში პირველ სახელმწიფო ვიზიტს ასრულებს. საერთო ინტერესების სფეროები გამოკვეთილია. ორი ქვეყანა ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასასვლელად მზად არის. ახალი ეკონომიკური პარტნიორების ძიების პარალელურად თბილისისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ურთიერთობების აღდგენა, რომლებმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდა გაიარა. სწორედ ასეთი იყო ბოლო წლები საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში. ოფიციალური თბილისის შეფასებით დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გერმანიის ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი იყო. ახლა კი მისი მისიის დასრულების შემდეგ ბერლინიდან განსხვავებული გზავნილები ისმის. საქართველოს უკვე ჰყავს ახალი ელჩი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია განაახლა. თბილისი ბერლინიდან ახალი ელჩის დანიშვნას ელოდება. ლუკა ჩანგელიას რეპორტაჟი. ბერლინში წარსული მხოლოდ არქივებში არ ინახება. ქალაქი, რომელსაც ოდესღაც ბეტონის კედელი ორად ყოფდა, დღეს ერთიანი ევროპის სიმბოლოა, მაგრამ ამ ერთიანობას ჰქონდა პოლიტიკური ფასი. იყვნენ დიპლომატები, ვინც ისტორიის მიმართულება შეცვალა. 1989 წლის ნოემბერში კედელი ხალხმა დაანგრია, თუმცა გერმანიის მშვიდობიან გაერთიანებას საერთაშორისო თანხმობა სჭირდებოდა. ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა საბჭოთა კავშირის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნოდა. გერმანიის პრეზიდენტთან თვითონ მან აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის როლი გერმანიის გაერთიანებაში. ეს როლი მართლაც არის იყო გადამწყვეტი. 37 წლის შემდეგ შევარდნაძის სახელი ისევ გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაისმა. ისტორიული მეხსიერება საქართველოს ახალი ელჩისა და გერმანიის პრეზიდენტის პირველი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. კარტოზია ამბობს, რომ გერმანელებს საქართველოს როლი არ დავიწყებიათ. რომ ვიცი რომ თქვენ მოწმე ხართ საუბრებისა და მონაწილეობდით კიდეც შეხვედრებში ედუარდ შევარდნაძისა გერმანიის პოლიტიკურ მოღვაწეებთან. ეს 8 წელი საქართველოსი გერმანიის გაერთიანებაში გერმანელებს არ ავიწყდებათ. თუმცა საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობა არც შევარდნაძით დაწყებულა. პირველი გერმანელი კოლონისტები საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდნენ. 1918 წელს კი გერმანია დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და სამხედრო მხარდამჭერი გახდა. გერმანიასთან ურთიერთობა ძალიან ხანგრძლივია, ძალიან ღრმა. 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გერმანების გარეშე უბრალოდ არ მოხდებოდა. ეს მეგობრობა თბილისისთვის ყველაზე მძიმე წლებში პრაქტიკულ დახმარებად იქცა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანა ომებმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და საერთაშორისო იზოლაციამ მოიცვა. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდა, გერმანია იყო. 1992 წელს 12 რეისი შედგა თვითმფრინავისა და ამ თვითმფრინავით ჩამოჰქონდათ ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში საქართველოში გასანაწილებლად.
გასაგებად. იმავე წელს თბილისში ჰანს დიტრიხ გენშერი ჩამოვიდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამოუკიდებელი საქართველოს ოფიციალურად აღიარა და ქვეყანაში პირველი გერმანელი ელჩი ჩამოიყვანა. მაშინ ნათქვამი ერთი ფრაზა კარტოზიას დღემდე ახსოვს. ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი თავის ქვეყანაშიო. მე მგონია რომ ამაზე უკეთესად ელჩის ფუნქციის დახასიათება შეუძლებელია. ალექსანდრე კარტოზიასთვის ბერლინი მხოლოდ დიპლომატიური მისიის ადგილი არ არის. 18 წლის იყო, როდესაც ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩავიდა. მაშინ ბერლინი ორ ნაწილად იყო გაყოფილი და რამდენიმე კილომეტრი ზოგჯერ გადაულახავ მანძილს ნიშნავდა. იმ დროს იყო ძალიან პოპულარული და საყვარელი კარლოს სანტანა, ეს ცნობილი მუსიკოსი და მახსოვს მაშინ 78 წელი იყო დასავლეთ ბერლინში იყო კონცერტი მისი გავიგეთ ეს რომ მისი კონცერტია და ესე იგი ფაქტიურად ჩვენი საერთო საცხოვრებელიდან დაახლოებით 1-5 კილომეტრში იყო ეს კონცერტი და ძალიან გული გწყდებოდა მაშინ ახლაც მახსოვს რომ აი რა არაფერი მანძილი არ არის მაგრამ ვერ შეხვალ როგორც ამ მოინდომი კონცერტზე იმიტომ რომ დიდი კედელია შუაში. წლების შემდეგ ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში ელჩის სტატუსით დაბრუნდა. ქვეყანაში, რომლის გაერთიანებაშიც ქართველმა პოლიტიკოსმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. რწმუნებათა სიგელების გადაცემას ელჩი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. პროტოკოლით გათვალისწინებული 15 წუთიანი შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. სწორედ კარტოზია აღმოჩნდა პირველი უცხოელი ელჩი, რომელსაც აკრედიტაცია პრეზიდენტის ახალ სასახლეში, ვილა ბორსიგანში გადაეცა. საუბარი იყო სხვა შორის ძალიან შემიძლია თქვა სასიამოვნო გულთბილი თვითონ პრეზიდენტი ნამდვილად კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ უყვარს ჩვენი ქვეყანა შეიძლება ითქვას ნამყოფია ცხადია საქართველოში ახლა შტაბ-ეშტილება ამ საუბრიდან და ამ შეხვედრიდან ნამდვილად არის ისეთი რომ არის შესაძლებლობა არის შანსი იმისა რომ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, იმ ისტორიულ კალაპოტს, რომელშიც მიმდინარეობდა ეს ურთიერთობა, მეტის პარტნიორობა და მეტის მეგობრობა. კარტოზიას შეფასებით საქართველოს ევროპაში გერმანიაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყოლია. არც გერმანიას ჰყოლია კავკასიაში საქართველოზე ახლო პარტნიორი. თუმცა ბოლო წლებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ორმხრივი ურთიერთობები დაძაბა. საქართველოს მართლაც ევროპაში არ ჰყოლია უკეთესი მეგობარი ვიდრე გერმანია და მე გერმანიასაც კავკასიაში არ ჰყოლია უკეთესი მეგობარი ვიდრე საქართველოა. თბილისსა და ბერლინს შორის უთანხმოება საქართველოს შიდა პროცესების მიკერძოებულმა შეფასებებმა გამოიწვია. თბილისი გერმანიის ყოფილი ელჩის საჯარო მოქმედებებს, საპროტესტო აქციებზე ხშირ ვიზიტებს, ოპოზიციის ღია მხარდაჭერას, დიპლომატიური მანდატის ფარგლებს მიღმა ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა დაფასებდა. საქართველოს ხელისუფლების გზავნილი მკაფიო იყო, პარტნიორობა სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე ვერ იარსებებს. თბილისს მიაჩნია, რომ ზღვარი პარტნიორის რჩევასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას შორის მკაფიო უნდა იყოს. სწორედ ამ ზღვარის აღდგენა ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ეტაპის მთავარი პირობა. საკუთარი ქვეყნის საქმეებში სხვა ქვეყნის ჩარევას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ეგუება, ამ ხრივ საქართველოს არ არის გამონაკლისი. სხვათა შორის ეს პრეზიდენტთან საუბარშიც აღინიშნა, თუ კი ასეთი რამ შეინიშნება, თქვათ მომავალ საქართველოს მისამართით ცხადია რომ ამას ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაქცია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ასეთი სურვილი ან ასეთი მცდელობა საქართველოს შინაურ საქმეში ჩარევისა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტად შემცირდება და გაქრება. აგვისტოს ბოლოს საქართველოში გერმანიის ახალ ელჩს ელოდებიან. ეს იქნება შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის დიალოგი ისტორიულ საფუძველს დაუბრუნდეს, მეგობრობას, რომელიც დახმარებასთან ერთად ურთიერთპატივისცემასაც გულისხმობს. თუმცა დღეს თბილისსა და ბერლინს მხოლოდ წარსული აღარ აკავშირებს. ომებმა და გლობალურმა დაპირისპირებამ ევროპისთვის ტრადიციული სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტები არასტაბილური გახადა. გერმანია ენერგომომარაგების ალტერნატივებს ეძებს ცენტრალურ აზიაში, კასპიის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რეგიონის ქვეყნებთან ცალ-ცალკე თანამშრომლობა საერთო მარშრუტის გარეშე საკმარისი ვერ იქნება. შტაბ-ეშტილება ისეთია, რომ თითქოს ეს ყველაფერი ერთგვარი თითქოს მოსამზადებელი სამუშაოა და თითქოს უნდა დაგვირგვინდეს კიდევ ერთი აღმოჩენით და მთავარი აღმოჩენით, ასე ვთქვათ, ისე ხათვანად ვთქვათ,
აი საქართველოს აღმოჩენით და საქართველოსთან ურთიერთობის რაც შეიძლება გაუმჯობესებით. ამ ახალი გეოპოლიტიკური რუკის ერთ-ერთ მთავარ ღერძად შუა დერეფანი ყალიბდება. მარშრუტი ცენტრალურ აზიას ევროპასთან კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის გავლით აკავშირებს. ამ დერეფანში საქართველოს როლის მზარდი მნიშვნელობა გერმანიისთვისაც გამოიკვეთა იმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რეგიონულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სამხრეთ კავკასია იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლი. ახალი სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნები ქმნის ეკონომიკურ პოტენციალს, რომლის გამოყენებაც ერთად გვსურს. აზერბაიჯანი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მომავალში ევროპას მიეწოდოს თავისი მწვანე ენერგია, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ძალიან მასშტაბური იქნება. საქართველო ამ გზაზე მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა არ არის, მასზე გადის გზა, რომელიც კასპიის რეგიონს შავ ზღვასთან აკავშირებს. საქართველოს გარეშე როგორც შეუძლებელია ამ კავშირის და ამ უაღრესად მნიშვნელოვანი კავშირის აზიასა და ევროპას შორის კავშირის დამყარება. დღეს თბილისი ბერლინთან ურთიერთობისას აღარ დგას დახმარების მიმღების სახელმწიფოს პოზიციაში. საქართველოს აქვს ის, რაც ევროპას სჭირდება: გეოგრაფიული კარიბჭე, ენერგეტიკული მარშრუტი და აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი გზა. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობების. გერმანია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გადატვირთული იყო უფრო მეტად უარყოფითი დინამიკით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. გერმანია საქართველოსთვის იყო ტრადიციულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი 90-იანი წლებიდან მოყოლებული. გერმანია ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და ჩვენ გვინდა რომ დაუბრუნდეთ ურთიერთობების ანალოგიურ დადებით დინამიკას. შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, ერთმანეთთან სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა გერმანიაში და იმედი გვაქვს რომ ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას, რასაც კიდევ ერთხელ ვეთქვი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდი ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით. 37 წლის წინ ქართველმა პოლიტიკოსმა გერმანიისთვის ისტორიული კედლის მშვიდობიანად დანგრევას ხელი შეუწყო. 37 წლის შემდეგ კი ორ ქვეყანას შორის ძველი კავშირის აღდგენას ახალი პოლიტიკური ბარიერების გადალახვა სჭირდება. გერმანიას წარსული ახსოვს, მაგრამ საქართველო მხოლოდ ისტორიულ მეხსიერებაში აღარ არის დარჩენილი. ევროპის მომავლის გზა საქართველოზე გადის და ამ რეალობის აღიარება დღეს უკვე არა თბილისის, არამედ ბერლინის ამოცანაა. ახლო აღმოსავლეთში კი სამხედრო დაპირისპირება ახალ და კიდევ უფრო სახიფათო ეტაპზე გადადის. ვაშინგტონი რეგიონში სამხედრო ძალებს აძლიერებს. თეირანი კი საპასუხო მოქმედებებით იმუქრება. ახლა მთავარი კითხვაა დაარტყამს თუ არა შეერთებული შტატები საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტებს, სადაც ამერიკული და ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით თეირანმა გამდიდრებული ურანი და ცენტრიფუგები გადამალა. მიწისქვეშა კომპლექსზე შესაძლო იერიშმა შეიძლება კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ და სახიფათო ფაზაში გადაიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ორმხრივი მუქარა ყოველდღიურად იზრდება. სამხედრო ოპერაციების არეალი ფართოვდება, იმატებს დაპირისპირებაში ახალი ძალების ჩართვის რისკიც, რაც რეგიონში უსაფრთხოების რისკებს კიდევ უფრო ზრდის. ნათია ჩეხერიასთან ერთად ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, ის უკვე ჩვენთან ერთად იმყოფება. ნათია, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა, ნათია, მდგომარეობას კიდევ უფრო ამწოვებს იემენელი ჰუსიტების ჩართულობა, რომელთა მოქმედებებზეც პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპის თქმით ირანს ეკისრება, რადგან ის ფიქრობს, რომ ჰუსიტები ირანის ყველაზე ძლიერი პროქსი ძალაა. სხვათა შორის ავთო რამდენიმე საათის წინ საუდის არაბეთმა მიიტანა sapasukho დარტყმა ჰუსიტების სამხედრო ობიექტზე იემენში. ნათია, გითხარი რა ხდება ახლა?
ამ დაპირისპირებაში არაერთხელ ვნახეთ თუ როგორ არღვევდნენ მხარეები დადებულ ზავს და აი ამჯერად კონფლიქტის გაფართოება შედეგია კიდევ ერთი დარღვეული ზავის. ახლა გულისხმობს საუდის არაბეთსა და ჰუსიტებს შორის, რომელიც 4 წლის წინ დაიდო. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამოაცხადა საზღვაო ბლოკადა. მიზანში ამოიღო ჰორმუზის სრუტის ალტერნატიული საზღვაო მარშრუტი. ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ცეცხლი გაუხსნეს საუდის არაბეთის ორ ნავთობ ბლოკადას. როგორც ნავთობ ტანკერს, როგორც როიტერი წერს, ამით სამხედრო დაჯგუფებამ რისკის ქვეშ დააყენა ნავთობის ალტერნატიული საზღვაო მარშრუტი და გლობალური ენერგომომარაგება. შედეგად იზრდება ნავთობის ფასებიც, რა მოხდება მომავალში ყველას ეს აინტერესებს. ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენლის ბოლო განცხადებას თუ მოვისმენთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი ჩართულობა ამ კონფლიქტში გაგრძელდება. იემენის შეიარაღებული ძალები ალაჰის რწმენით კვლავაც ჩვენი მოვალეობის ერთგულნი ვრჩებით. დავიცვათ ჩვენი საყვარელი ქვეყანა, ჩვენი მორწმუნე და ბრძენი ხალხი, ისლამური და არაბული სამყაროს წარმომადგენლები. მტერი ჩვენგან მხოლოდ წინააღმდეგობასა და დაპირისპირებას იხილავს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საუდის არაბეთის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადა ძალაში რჩება, როგორც პასუხი მის აგრესიასა და იმ უსამართლო ბლოკადაზე, რომელიც უკვე 12 წელია გრძელდება. უახლოეს მომავალში გავაფართოვებთ სამხედრო მოქმედებებს ჩვენი პრინციპის შესაბამისად. ბლოკადა ბლოკადის და ესკალაცია ესკალაციის საპასუხოდ. ბლოკადა ბლოკადის საპასუხოდ მოვისმინეთ ჩვენ ეს ნიშნავს რომ ნავთობის ალტერნატიულ მარშრუტზე წითელ ზღვაში გემების გადაადგილება შეფერხდება. საინტერესოა აი ამ საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია. რა თქმა უნდა, ამერიკის პრეზიდენტმა გამოხატა შეშფოთება დონალდ ტრამპის თქმის ჰუსიტების თავდასხმების უკან დგას ირანი. შესაბამისად, ნავთობ ტანკერზე თავდასხმის შემდეგ მან განაცხადა, რომ მომავალში ჰუსიტების ნებისმიერი ახალი თავდასხმისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს ირანს და ეს შეიძლება იყოს როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური ზომები. ამ მომენტიდან გემებისთვის და ტვირთებისთვის მიყენებული ყველა ზარალი ანაზღაურდება იმ ირანული ფულით, რომელიც შეერთებული შტატების განკარგულებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება. ეს სამართლიანი მიდგომაა, ირანისთვის მიყენებული ზიანი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ნაცია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ იმუშავებს ეს სტრატეგია ირანის წინააღმდეგ? ჩვენ მოვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება, ის განიხილავს ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის განახლებას. რას უნდა ველოდოთ, მოლაპარაკებებს თუ კონფლიქტის უფრო გაღრმავებას? გამოცემა აქსიოსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონი და თეირანი განიხილავენ მოვლენების განვითარების ორ სცენარს. პირველი ეს არის ახალი 10 დღიანი ზავი ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით და მეორე ერთობლივი მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რომელიც ირანის კაპიტულაციით უნდა დასრულდეს. არსებობს ორი გზა. ერთი სამხედრო გზა, უბრალოდ გავაგრძელოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. მეტიც, შეგვიძლია ეს კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ირანში მთლიანად გავანადგუროთ ყველაფერი. თუმცა არსებობს უფრო გონივრული გზა და ეს შეთანხმების მიღწევაა. მათ შეთანხმებას სურთ, უბრალოდ ჩემი აზრით, ჯერ ამისთვის მზად არ არიან. ზოგჯერ ამას ხმამაღლა არ ამბობენ, რადგან სურთ მკაცრი მოთამაშის შტაბეჭდილება დატოვონ, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება მაინც სურთ. ჩემი შეფასებით ისინი ახლა გაცილებით უფრო სერიოზულად არიან განწყობილი, ვიდრე ოდესმე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ შეთანხმებას. მე უპირატესობას ყოველთვის მოლაპარაკების გზას ვანიჭებ. მოლაპარაკებები გრძელდება უკვე მეორე ღამეა, რაც ამერიკამ შეწყვიტა ირანზე საჰაერო თავდასხმები. დღეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პარასკევს და შაბათს შედგა თეირანში მოლაპარაკებები. ომანის შუამავლობით მხარეები ცდილობდნენ, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიეღწიათ, თუმცა ამაოდ ექსპერტების შეფასებით, თუ შეთანხმება მაინც მოხდება, ეს დადებითად იმუშავებს დონალდ ტრამპის პოლიტიკურ იმიჯზე. ამერიკელი ამორჩევების დიდი ნაწილი ირანში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ემხრობა. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ მეოთხედ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით ერთი და იგივე პირი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ იქნება, მხოლოდ ორჯერ შეუძლია მას რომ იყოს. ამიტომ ძალიან საინტერესოდ ვითარდება ახლა მოვლენები და ჩვენც დავაკვირდებით. მადლობა. ნათია ჩეხერია საუბრობდა კურიერი პიესის პირდაპირ ეთერში. მადლობა ნათიას. სახელმწიფო საზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების პირველი ხაზია. ყოველდღიურად ამ ხაზს 10,000-ობით ადამიანი და 1000-ობით ტონა ტვირთი კვეთს. უმრავლესობისთვის ეს ჩვეულებრივი მგზავრობაა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთების შემოტანას სულ უფრო დახვეწილი მეთოდებით ცდილობს.
ნარკოტიკები, საბრძოლო მასალები, ყალბი დოკუმენტები და მუდმივად ცვალებადი დანაშაულებრივი სქემები. როგორ ახერხებენ მებაჟეები და სამართალდამცველები მათი გეგმის ჩაშლას? რა ამოიღეს ბოლო პერიოდში საქართველოს საზღვრებზე? ნახეთ ხათუნა გაგნიძის და გიორგი გუჯაბიძის რეპორტაჟი. მიმდინარე წელს სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამოშვების პუნქტებზე ამოღებულია 200 კილოგრამზე მეტი მძიმე ნარკოტიკი. Კონდა კონტრაბანდა დამალული 4 წლის ბავშვზე, მშობელს, ამ პერსიესვა, რომელშიც 2 კილომდე ოქროს ნაკეთობები. კონტრაბანდისტი ცდილობს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს აკრძალული ნივთიერება, მისი დამალვა ხორციელდება როგორც საკვე პროდუქტებში, სხეულის შიგნით, ასევე სხეულზე. კონტრაბანდა, გლობალური გამოწვევა, შენიღბული დანაშაული, რომლის მიზანია სახელმწიფო საზღვრების უკანონო გადაკვეთა და ქვეყანაში აკრძალული ან დეკლარირებისგან განზრახ დამალული ტვირთის შეტანა. ეს სარფის საზღვარია, აქედან ყოველდღიურად საქართველოში ათასობით ადამიანი, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შემოდის. მებაჟე ოფიცრები, პოლიცია, მათი კოორდინირებული მუშაობა, არაერთი დაშიფრული სქემის გამოაშკარავებას ქვეყნისთვის აცილებულ საფრთხეს უკავშირდება. ეს ადამიანები ახლა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ელოდებიან. ტურისტული ნაკადების მატებასთან ერთად სასაზღვრო კონტროლი გამკაცრებულია. რამდენიმე დღის წინ აქ თურქეთის მოქალაქე დააკავეს. საქართველოში ჩანთით საბრძოლო ტყვიები მოჰქონდა. ხელჩანთაში დამალული ჰქონდა 50 ერთეული საბრძოლო ვაზნა. ცდილობდა რომ შემოეტანა ქვეყანაში აკრძალული გზით. საზღვარზე ყველა და ყველაფერი მოწმდება, განსაკუთრებით საეჭვო ვიზიტორები, სკანერები, გაწვრთნილი ძაღლები, სპეციალური მოწყობილობები. შესაძლო დამნაშავეები რამდენიმე ეტაპიან შემოწმებას გადიან. თუ დანაშაული დადასტურდება, კრიმინალური პოლიცია მოქმედებას იწყებს. მებაჟეები საეჭვო ვიზიტორებზე ინფორმაციას ხშირად ამ მოწყობილობითაც იღებენ, რაც დამნაშავეების გეგმის ჩასაშლელად მარტივი გზაა. ბარგი და ხელბარგი ტარდება რენტგენოს სკანერზე. მებაჟე ოფიცერი უზრუნველყოფს ინტერვიურებას და შერჩევას არის თუ არა ეს პიროვნება საეჭვო და ექვემდებარება თუ არა საბაჟო დამატებით პროცედურას და კონტროლს. საეჭვო ნივთის ან ნივთების არსებობის შემთხვევაში ბარგს და ხელბარგს დეტალურ დათვალიერებაზე გადაიტანს და შემდგომ ხდება უკვე ფიზიკურად ტვირთის დათვალიერება. თუ რაიმე მოქალაქეს აქვს დამალული სხეულზე, ფიზიკურად ხდება მისი დასკანერება ეჭვის არსებობის შემთხვევაში. სწორედ აი ამ ბოდის სკანერის მეშვეობით მოხდა აღმოჩენა ქალბატონის სასქესო ორგანოში და მამაკაცის პედატანში დამალული ნარკოტიკული ნივთიერების. საზღვაო საზღვარი, ფოთის პორტი, ადგილი, სადაც საქართველოში ტვირთის ყველაზე დიდი ნაკადი შემოდის. ამ უზარმაზარ კონტეინერებს გემიდან ხმელეთზე ტვირთავენ, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელ გზაზე ბევრი ბარიერი უნდა გადალახონ. საეჭვო ტვირთი აქაც მკაცრ კონტროლს გადის. საზღვაო გზით საქართველოში იმპორტირებული ტვირთი ფოთის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე საფეხურიან შემოწმებას გადის. კონტეინერებს ჯერ მაღალი გარჩევადობის სკანერში ატარებენ, შემდეგ გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე თითოეული ტვირთის საფუძვლიანი შემოწმება ხდება. სწორედ ასეთი შემოწმების შედეგად რამდენიმე დღის წინ მებაჟებმა ამ ტერიტორიაზე ავტომობილში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. საბრძოლო მასალით სავსე ავტომობილი საქართველოში კანადიდან გამოაგზავნეს. კრიმინალურმა პოლიციამ მისი ქართველი ადრესატი უკვე დააკავა. აღმოჩენილი იქნა 422 საბრძოლო ვაზნა, 2 ერთეული პნევმატური სპორტული იარაღი, ასევე 2000-ზე მეტი ტყვის მასრა, 458 მასრის ჭურვი და ცეცხლსროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2.5 კილოგრამი დენთი. დენთი იყო შეფუთული საკვები დანამატის ფილაში. მებაჟეებს იმპორტირებულ ავტომობილებში ნარკოტიკიც ხშირად ხვდებათ. ხშირად კონტრაბანდული ტვირთი თავად ავტომობილია, გაყალბებული საიდენტიფიკაციო კოდით. საზღვარზე შემოსვლის შემდეგ ხდება სატრანსპორტო საშუალებების კონტეინერების დასკანერება. დასკანერების შემდეგ არის შესაბამისი დერეფნები,
ერთ-ერთი დერეფანი არის წითელი დერეფანი, რომელიც უშუალოდ არის საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების ფიზიკური დათვალიერება და შესაბამისად წითელი დათვალიერების დროს ხდება აღნიშნული რისკების აღმოფხვრა და შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100%-ით ხდება კონტეინერის გახსნიდან გაყვანამდე მომენტში ამის დათვალიერება. ანუ ჩვენი მებაჟე ოფიცრები მანქანის გაყვანის დროს დამატებით ახორციელებენ კონტროლის ღონისძიებას და შესაბამისად დამატებით ხდება სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. ძირითადი აკრძალული ნივთიერებები, რომლის შემოტანასაც ცდილობენ დანაშაულებრივი ჯგუფები, არის ნარკოტიკული ნივთიერება. ძირითად შემთხვევაში სახმელეთო გზა არის გამოყენებული. პოლიცია და მებაჟეები სახმელეთო საზღვრებზე ხშირად ავლენენ ოსტატურად შენიღბულ ნარკოტიკებს, თუმცა კონტრაბანდას სხვა ნაკლებად ხილული ფრონტიც აქვს საჰაერო საზღვარი. იყო მარმარილოს ქვებში დამალული, იყო კაუსტიკურ სოდაში დამალული, ასევე იყო თევზის საკვებში, აუზებში ნარკოტიკული ნივთიერებებიც განსხვავებული შემოდის უკვე ბოლო ამოღებები, რომლებიც იყო მარიხუანისგან მიღებული ბუტანის თაფლს უწოდებენ. სახმელეთო გზის შემდეგ ყველაზე აქტუალური გზად ითვლება საჰაერო გზა. საჰაერო გზასაც მათ შორის არის ორი მიმართულება, არის აფოსტო გზაუნელებით, არის პირის მიერ ჩვენი თანამშრომლები სპეციალურ გადამზადებას გადიან აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ვითვალისწინებთ საერთაშორისო პრაქტიკებს და ვცდილობთ, რომ მკაცრი ზომებით წინ აღუდგეთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტებს. 20 იანვრიდან დღემდე საქართველოს საზღვრებზე 200-ზე მეტი დამნაშავე დააკავეს. მათი აკრძალული ტვირთიც, ძირითადად ნარკოტიკი, მცირე ნაწილი კი იარაღი. დანაშაულის გზები ხშირად იცვლება. არ იცვლება საზღვრის მცველის მიზანი, გაშიფროს უხილავი მტერი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი ხაზის გარღვევას ცდილობს. მიუსაფარი ცხოველები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქისა და სოფლის ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა თითოეული მათგანის უკან იდენტური ისტორია დგას. დაკარგული, მიტოვებული ან უპასუხისმგებლო პატრონის მიერ ქუჩაში დატოვებული ოთხფეხა მეგობარი. როგორ უნდა შემცირდეს მათი რაოდენობა, ისე რომ დაცული იყოს როგორც ცხოველების კეთილდღეობა, ისე ადამიანების უსაფრთხოება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომლის დეტალებს ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ. დღესდღეობით საქართველოში მიუსაფარ ცხოველები ძალიან დიდი რაოდენობით არის. ეს განაპირობა ადამიანების გულგრილობა, რომლებმაც ქუჩაში გამოყარეს ის პატარა მიუსაფარი ლეკვები, ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. გამოყარეს და აღარ დაინტერესდნენ, შეძლებდნენ თუ არა მათთვის უცხო და ხშირად სახიფათო გარემოში გადარჩენას. ველურ გარემოში ტოვებენ ლეკვებსაც და დიდებსაც, მეტისებსაც და ჯიშიანებსაც. უპასუხისმგებლო პატრონები დროულად არ უტარებენ ცხოველს კასტრაციას, სტერილიზაციას და საბოლოოდ ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობაც იზრდება. ამიტომ საქართველოში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედა, რომლის მიზანიც მიუსაფარი და პატრონიანი ძაღლების პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვა, ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენცია, ცხოველთა იდენტიფიკაცია და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. მობილური ჯგუფები გადიან მუნიციპალიტეტებში, მოყავთ გაუკეთდება სტერილიზაცია ან კასტრაცია, თუ გვაძლევს ცხოველი ამის საშუალებას. ძალიან ხშირია ნარკოზის აუტანლობა, არის ასაკის გამო, რომელიც საც ვერ უკეთდება ყველა შემოსული ცხოველს, აუცილებლად უკეთდება ცოფის ვაქცინაცია. ვახდენთ იდენტიფიკაციას, ვადებთ ყურზე საჭდეს, საქართველოს ერთიანი ბაზაა შექმნილი, ელექტრონული ბაზა, სადაც შეყვავს ამ ცხოველის მონაცემები და კიდევ თუ ყავს მიმკედლებელი ან მეპატრონი, აუცილებლად მინიშნებულია ამ მეპატრონის მონაცემები და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბრუნდებიან თავის ბუნებრივ ადგილს.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის ცენტრის შექმნამდე იყო საპილოტე პროგრამა, რომელმაც სპეციალისტების თქმით გაამართლა. პროგრამის წარმატება კი ციფრებში აისახა და მასში ჩართული მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა წელს გასულ წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა. გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებებიც, ამიტომ სააგენტომ სრულად უფასოდ პატრონიანი ძუძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაციაც დაიწყო და 4ფეხების პატრონებს სერვისი როგორც კერძო ვეტერინარულ კლინიკებში, ისე საველე პირობებში შესთავაზა. ეს მიმართულება ცხოველების მიკვლევადობის მიზნით დაინერგა. პროგრამის ფარგლებში რეგიონებში კიდევ რამდენიმე თავშესაფარიც აშენდება. ამ პროგრამის შემუშავებისას ჩვენ გავითვალისწინეთ მსოფლიოში საუკეთესო არსებული პრაქტიკა, რომელშიც უშუალო მონაწილეობას იღებდა და ჩართული იყო საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც ცხოველთა კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების მართვის სფეროში 20 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. გამოიკვეთა რიგი სხვადასხვა ხარვეზები და რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნა წლევანდელ პროგრამაში უკვე არსებული ხარვეზები. მაგალითად შარშან გეგმაში ჰქონდა ჩვენ ჩადებული მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა იყო 9000 და წელს უკვე ეს რაოდენობა გავზარდეთ და წელს გვაქვს უკვე 36000 ცხოველის კასტრაცია, სტერილიზაცია გეგმაში. ძაღლების უკონტროლო გამრავლების შემცირების და ცოფისა თუ სხვა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პროგრამა მაქსიმალურ გამჭვირვალობასაც მოიცავს. ინფორმაცია ცხოველის აყვანა, დამუშავება, დაბრუნებაზე, განრიგი ლოკაციები და ვიდეო მასალა მუდმივად განახლების რეჟიმში ქვეყნდება ცენტრის Facebook გვერდზე. ეს გამჭვირვალეობა უზრუნველყოფილი არის ოფიციალურ პლატფორმაზე, Facebook გვერდზე, ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის, რომელზეც მუდმივად ახლდება ინფორმაცია, თუ სად რომელ ლოკაციაზე ხდება ცხოველების აყვანა, თარიღის, რეგიონის, მუნიციპალიტეტის, ასევე მითითებით. პროგრამაში ჩართული არიან როგორც მოსახლეობა, დაინტერესებული პირები, მიმკედლებლები, ცხოველთა მოყვარულები და ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები უწევენ სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად კოორდინაციას. ძაღლების პოპულაციის მართვის ასეთი მოდელი მიუსაფარი ცხოველების ჰუმანური გზით ეტაპობრივად შემცირებას ემსახურება. მისი მიზანია ქვეყანაში ცოფის კონტროლი გაძლიერდეს და ამასთან ერთად დაცული იყოს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ისე ადამიანის მეგობარი 4ფეხების კეთილდღეობა. რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დრონები, ვირტუალური რეალობა, 3D პროტოტიპირება და ათობით სხვა ტექნოლოგიური მიმართულება. ქუთაისში, შენობაში, სადაც წლების განმავლობაში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მუშაობდა, ახლა სრულიად ახალი ისტორია იწყება. ყოფილი პარლამენტის შენობა ტექნოლოგიურ ჰაბად იქცა, სივრცე, სადაც ერთ ჭერქვეშ გაერთიანებულია თანამედროვე ლაბორატორიები, სამეცნიერო მუზეუმი, სტარტაპების განვითარების ცენტრი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები და საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი. ტექნოჰაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნეს. ცოდნის ინოვაციისა და თუ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო ახალგაზრდა პროგრამის საფიჩხიდან ნიუ-იორკ შემუშავა, დღეს ეს უკვე რეალობაა. ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება იმ პროფესიებს შორისაა, რომლებზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. სწორედ ამიტომ ქუთაისში შეიქმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების გავლა, საერთაშორისო სერტიფიკატების მიღება და ისეთი უნარების შეძენა, რომლებიც მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტ უნარიანს გახდის. ახალგაზრდა პროგრამისტებს უკვე შეუძლიათ სახლიდან გაუსვლად იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიაში. მარიამ შანშიაშვილი მოგიყვებით. ამ სავარდო და სამაისო ქალაქში შეუძლებელია გიტარის ხელში აღება არ მოგინდეს. ზალ ჩხეიძეც ასია. საყვარელ ქალაქს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ყოველდღე უმღერს.
18 წლის არის, უკვე დასაქმდა კიდეც და სამსახურით სახლში აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში პროგრამირებით დაინტერესებულ ამ ახალგაზრდას თავისი ლეპტოპით მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია. ახლაც საფიჩხიიდან ნიუ-იორკში მუშაობს. AI დღეს მთლიან ბაზარს იცავს და კიდევ უფრო იზრდება და რა თქმა უნდა მომავლის პროფესია. სწავლობ უკვე დიდი ხანია და მუშაობ ამ მიმართულებით, ვქმნი პროგრამებს და ჩემი აზრით ეს არის ის დარგი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენგანს გაუმარტივებს ცხოვრებას, საშუალებას მაძლევს რომ ვიმუშაო სახლიდან. ზალ ჩხეიძემ პროგრამირების არაერთი კურსი გაიარა, მაგრამ კურსერას კურსები და მისი სერტიფიკატი ყველაზე მნიშვნელოვანია. კურსერას სერტიფიკატი საერთაშორისო ბაზარზე ძალიან დასაფასებელია და მაშინ, როდესაც ამ სერტიფიკატს უსასყიდლოდ იღებ, უფასოდ, ეს საერთოდ გამოუგნებელია. და დღეს LinkedIn-ზე და მსგავს პლატფორმებზე ამ სერტიფიკატებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. კურსერა მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა. მოამზადეს ისეთმა გლობალურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიებმა, როგორებიცაა Google, Cloud, Amazon, Microsoft. ყველას, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ცოდნის შეძენა სურს, უსასყიდლოდ შეუძლია კურსებზე დარეგისტრირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ კონდეთ შესაძლებლობა სახლიდან გავსვლელად სრულიად უფასოდ დაეუფლონ ახალ პროფესიას და მით უმეტეს კონდეთ იმის საშუალება, რომ მოგვიანებით დასაქმდნენ ამ პროფესიით და ვფიქრობ, რომ მულტიფუნქციური ცენტრიც და Nebula AI Hub-იც ძალიან კარგად უწყობს ამაში ახალგაზრდებს ხელს. ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ მე პირადად, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა. გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავეუფლოთ ისეთ პროფესიებს, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ქუთაისიდან თუნდაც ნიუ-იორკში დავსაქმდეთ და ვიმუშაოთ სახლიდან გაუსვლელად. ქუთაისის მომავალი თაობა მომავლის პროფესიებს ყოველდღიურად ეუფლება, უნარებს ავითარებს. მუშაობს იმისთვის, რომ სავარდო და სამაისო ქალაქი ხელოვნური ინტელექტის AI ჰაბად გადაიქცეს. ამ საქმეში კი ლომის წილი ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრსა და Nebula AI Hub-ში აქვს. ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა და Nebula AI Hub-მა კურსერას კურსები საქართველოში ექსკლუზიურად შემოიტანეს. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახალგაზრდები ცოდნას ძირითადად სახლიდან გაუსვლელად ეუფლებიან. კურსერას კურსებზე გავიგე სოციალური ქსელებიდან, შემხვდა ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის პოსტი, მაინტერესებდა ეს პროგრამირება და მქონდა სხვადასხვა სახის გამოცდილებები, მაგათაც ჩემითაც სწავლობდი, ასევე ვიყავი აკადემიებშიც, დამაინტერესა ნებისმიერი ადგილიდან შეგვიძლია ვიმუშაოთ, იქიდან გამომდინარე რომ არ არის საჭირო ფიზიკური კონტაქტი და ჩემი დაწერილი კოდი ჩემ კომპიუტერში რომელიც მაქვს შემიძლია მივაწოდო სხვა ადამიანს ისე რომ სულ არ მქონდეს მასთან შეხება. დამინტერესდი იმიტომ რომ ამ მომენტში ხელოვნური ინტელექტის გამოცდილება მაქვს საკმაოდ ნაკლები და მინდა რომ ეს ცოდნა გავიღმო. სახლიდან შეგვიძლია პირველ რიგში რომ ვიმუშაოთ და ასევე შეგვიძლია რომ ნებისმიერ დროს ჩავრთოთ სხვადასხვა ვიდეო გაკვეთილი. სწავლის პროცესის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს. დროდადრო პროგრამის მონაწილეებს მენტორებიც ეხმარებიან. სწავლის პროცესში თუ სტუდენტებს კითხვები გაუჩნდებათ ან დახმარება დასჭირდებათ, მე და ჩემი კოლეგა მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს დავეხმაროთ, გავმართოთ ონლაინ შეხვედრები. სერტიფიკატი არის საერთაშორისო დონის, შესაბამისად მის მფლობელს ეძლევა შესაძლებლობა, რომ დასაქმდეს გლობალურ მარკეტზე მარტივად. უკვე წლებია ჭიათურასა და ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრები მომავალ თაობებს შესაძლებლობას აძლევს სრულიად უფასოდ გაიარონ ძვირად ღირებული საერთაშორისო კურსები და დაეუფლონ მაღალანაზღაურებად პროფესიებს დასაქმების რეალური პერსპექტივით. საქართველოს მასშტაბით ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა უკვე 1200-ზე მეტ ახალგაზრდას მისაწვდომა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე. როგორც Nebula AI Hub-ში გვიყვებიან, გლობალურმა განათლებამ რეგიონში ეკონომიკური ეფექტიც უკვე მოიტანა. ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი ხდება ქუთაისში. იმიტომ რომ თავის დროზე ამ ისტორიის კვალდაკვალ მიუყვებით ფაქტობრივად ამის გამეორებას, იმიტომ რომ თავის დროზე მრეწველთა საბჭომ დაიწყო
განათლების მხარდაჭერა ქუთაისიდან და პირველი სკოლები დააფუძნეს ჭიათურაში და ჩვენს ჭიათურის მულტიფუნქციურიდან დავიწყეთ ამ ჩვენი ინოვაციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნა და 5 წლის წინ ჭიათურის მულტიფუნქციურიდან დაწყებული საქმე დღეს ასე გრძელდება ქუთაისში. განათლების გავრცელების საჭიროება მაშინდელ მეწარმეებს ძალიან ზუსტად ესმოდათ და ეს ფაქტობრივად ძალიან სწორად დაინერგა ჭიათურიდან, სწორად მიმდინარეობს დღემდე ეს პროცესი და მოიტანა კიდეც მალევე ეკონომიკური ეფექტი ნებულას სახით. დღეს უკვე ნებულა AI ჰაბი არის პირველი ხელოვნური ინტელექტის ჰაბი ქუთაისში. ასე რომ ვთქვათ, ღუზა ჩაუშვით ქუთაისში მნიშვნელოვნად ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამ ჯაჭვის რაღაცა გვირგვინი და გამაგრძელებელი არის ეს ნებულაც თვითონ სიტყვაც კოსმოს ნიშნავს, სადაც ვარსკვლავები იბადება და მართლაც ტალანტების შემკრების სივრცე აღმოჩნდა ნებულა კორსერა უკვე ქუთაისის და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრების პარტნიორია. ნამდვილად ექსკლუზიურად პირველები ვიყავით ამ კუთხით, იმიტომ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს შესაძლებლობა უკვე მეორე წელია ეს ლიცენზიები სრულად უფასოდ მივცეთ ახალგაზრდებს. საქართველოს პარლამენტის ძველ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა. იქ ფუნქციონირებას ნებულა და მულტიფუნქციური ცენტრი განაგრძობს. ველოდებით ამ შენობაში უკვე ჩვენი ბრენდებით თავის დამკვიდრებას ქუთაისის მულტიფუნქციურით ნებულათი, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანდება განათლება, სტარტაპების მხარდაჭერა, უკვე ბიზნეს მოდელების განვითარება, რაც პრინციპში არის სხვადასხვა ოფისების კუთხით, უკვე ერთ სივრცეში ამას მოვაქცევთ პარლამენტის ყოფილ შენობაში ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. კურსერას პლატფორმაზე 1200-ზე მეტი უფასო ლიცენზიით და პროგრამით ისარგებლეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 5000-მდე ბენეფიციარი, 50-ზე მეტი დასაქმებული და 10 ახალი ტექნოლოგიური სტარტაპი ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ანგარიშზეა. წინ კიდევ უფრო დიდი გეგმებია და მოლოდინი, რომ ქართულმა ინოვაციურმა და ციფრულმა პროდუქტებმა გლობალურ ბაზარზე ქართული კვალი დატოვოს. ტექნოლოგიები ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ახალგაზრდებს მომავლის პროფესიებსაც თავაზობს. მაგრამ რაც უფრო აქტიურად შემოდის ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობაში, მით უფრო ხშირად ჩნდება კითხვა, როგორ ცვლის ის არა მხოლოდ ჩვენს საქმიანობას, არამედ ჩვენს აზროვნებასაც. რა ხდება მაშინ, როდესაც ტექნოლოგია მხოლოდ ინფორმაციის მიღებაში კი აღარ გვეხმარება, არამედ მის გააზრებასაც ნაწილობრივ საკუთარ თავზე იღებს. როგორ რეაგირებს ამ ცვლილებებზე ადამიანის ტვინი? ამ კითხვებზე პასუხის პოვნა მეცნიერებმა რამდენიმე მასშტაბური კვლევით სცადეს. სანდრო სანაიას რეპორტაჟში ნახავთ, როგორ ცვლის ციფრული ეპოქა ჩვენს მეხსიერებას და აზროვნების პროცესს. დღის განმავლობაში ასობით სიტყვას ვწერთ, ვკითხულობთ, ვაგზავნით, მაგრამ კალამს ერთხელაც არ ვიყენებთ. ბოლო 2 წლეულის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ტექსტთან რადიკალურად შეიცვალა. ქაღალდი ეკრანმა ჩაანაცვლა, კალამი კლავიატურამ. ვკითხულობთ, ვწერთ და ინფორმაციას ციფრულ სივრცეში ვამუშავებთ. დღეს მეცნიერებს აინტერესებთ ხელოვნური ინტელექტისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში, როგორ სწავლობს, იმახსოვრებს და ამუშავებს ინფორმაციას ჩვენი ტვინი. სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასარკვევად, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ჩატარდა. ექსპერიმენტის ავტორებმა ტვინის ფუნქციონირება ხელით წერისა და კლავიატურაზე ბეჭდვის დროს შეადარეს. მათ ჯამში 36 სტუდენტის ტვინის აქტივობა შეისწავლეს. მონაწილეები ერთსა და იმავე სიტყვებს ჯერ ხელით წერდნენ, შემდეგ კი კლავიატურაზე ბეჭდავდნენ. ამ პროცესის მიმდინარეობისას მათ ტვინს 256 არხიანი ელექტროენცეფალოგრაფიის საშუალებით აკვირდებოდნენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელით წერის დროს ტვინის სხვადასხვა უბანი ერთმანეთთან გაცილებით აქტიურად ურთიერთქმედებდა, ვიდრე კლავიატურაზე ბეჭდვისას. უფრო ძლიერი აქტივობა შეამჩნიეს იმ ქსელებშიც, რომლებიც მოძრაობის კოორდინაციასთან, ხედველობით აღქმასა და ინფორმაციის დამახსოვრებასთან არის დაკავშირებული. ხელით წერა ტვინისთვის ძალიან ძლიერი სტიმულია, განსაკუთრებით ბავშვის განვითარებისა და ხანდაზმული ადამიანის შემთხვევაში. ამ დროს გაცილებით მეტ შეგრძნებას ვიყენებთ. ტვინი უფრო აქტიურად ერთვება პროცესში, რაც სწავლასა და დამახსოვრებასაც აადვილებს. როდესაც ადამიანი ხელით წერს, ტვინი ერთდროულად რამდენიმე პროცესს ააქტიურებს. აკონტროლებს ხელის მოძრაობას, ამოიცნობს ასოს მოხაზულობას და მიღებულ ინფორმაციას ერთმანეთთან აკავშირებს.
კლავიატურაზე ბეჭდვისას ეს პროცესი ერთფეროვანია, რადგან თითოეული ასო ერთი და იმავე მოძრაობით იწერება. კვლევამ დაადასტურა, რომ ხელით წერისა და კლავიატურაზე ბეჭდვის დროს ტვინი ინფორმაციას განსხვავებული ნერვული მექანიზმები თამუშავებს. თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც იცვლება არა მხოლოდ წერის ფორმა, არამედ კითხვის პროცესიც. მეცნიერები დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ეგრეთ წოდებულ ღრმა კითხვაზე. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც მკითხველი მხოლოდ ინფორმაციას არ იღებს. ის აანალიზებს, ადარებს და ერთმანეთთან აკავშირებს ფაქტებს. ავლებს პარალელს საკითხულსა და საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას შორის. მკვლევრებს დღეს აინტერესებთ, რამდენად აქვს გავლენა ციფრულ გარემოს ტექსტის სიღრმისეული გააზრების უნარზე. ამ კითხვაზე პასუხის ძიებას ბოლო წლებში არაერთი ნაშრომი მიეძღვნა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური 2018 წელს გამოქვეყნებული მეტაანალიზია, რომელმაც 54 დამოუკიდებელი კვლევის შედეგები გააერთიანა და 170,000-ზე მეტი მკითხველის მონაცემები შეისწავლა. შედეგად დაადგინეს, რომ ბეჭდურ ტექსტთან მუშაობისას მონაწილეები უკეთ იგებდნენ და იმახსოვრებდნენ წაკითხულს, ვიდრე ეკრანიდან კითხვისას. განსხვავება განსაკუთრებით მაშინ იკვეთებოდა, როდესაც ტექსტი მოცულობითი იყო და სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვდა. ამ მოვლენას კი იმით ხსნიან, რომ ეკრანზე კითხვისას ადამიანი ხშირად სხვა ქცევის მოდელს ირჩევს. ის ტექსტს სწრაფად ათვალიერებს, მთავარ სიტყვებს ეძებს, სხვადასხვა ბმულსა და ფანჯარას შორის გადაადგილდება. ბეჭდურ ტექსტთან მუშაობისას კი ყურადღება უფრო ხანგრძლივად ერთ მასალაზეა კონცენტრირებული, რაც ინფორმაციის გააზრებასა და დამახსოვრებას უწყობს ხელს. დღეს მთავარი კითხვა უკვე აღარ არის ის, ქაღალდი ჯობია თუ ეკრანი. მთავარი კითხვაა, როგორ შევინარჩუნოთ ღრმა კითხვის უნარი სამყაროში, სადაც ინფორმაციის მიღება სულ უფრო სწრაფი და ფრაგმენტული ხდება. ბოლო წლებში ამ პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე გამოჩნდა – ხელოვნური ინტელექტი. თუ აქამდე ტექნოლოგია ინფორმაციის მოძიებაში გვეხმარებოდა, დღეს მას უკვე შეუძლია გრძელი ტექსტების შეჯამება, მთავარი მონაკვეთების გამოყოფა და კითხვებზე მზა პასუხების შეთავაზება. შედეგად, სულ უფრო ხშირად სრულ ტექსტს აღარ ვკითხულობთ. ვკითხულობთ მის მოკლე ვერსიას, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს. ეს დროის დაზოგვის ეფექტური საშუალებაა, თუმცა სწორედ აქ ჩნდება ახალი კითხვა. თუ ადამიანის ტვინი ყველაზე აქტიურად მაშინ მუშაობს, როდესაც ინფორმაციას თავად აანალიზებს, აკავშირებს და მისგან დასკვნებს დამოუკიდებლად აკეთებს. რა გავლენა ექნება ამ პროცესზე ტექნოლოგიას, რომელიც ამ სამუშაოს ნაწილს უკვე ჩვენ ნაცვლად ასრულებს? ძალიან დიდი გაურკვევლობის პერიოდში შევდივართ. საქმე გვაქვს ტექნოლოგიასთან, რომლის მსგავსით კაცობრიობას აქამდე არასდროს შეუქმნია. სწორედ ამიტომ აუცილებელია სერიოზულად დავფიქრდეთ იმაზე, რა მოხდება შემდეგ. ხელოვნური ინტელექტს უკვე შეუძლია ინფორმაციის გააზრება, თუმცა როგორ შეცვლის ის ჩვენს მომავალს, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არავის აქვს. ტექნოლოგია ცვლის არა მხოლოდ იმას, როგორ ვკითხულობთ და როგორ ვწერთ, არამედ იმასაც, როგორ ვაანალიზებთ მიღებულ ინფორმაციას. თუმცა მთავარი კითხვა დღეს უკვე წერა კითხვას აღარ ეხება. ის ადამიანს ეხება. თუ იცვლება ჩვენი ურთიერთობა ტექსტთან, იცვლება თუ არა მასთან ერთად ჩვენი აზროვნება. ქსოულში შენახული ისტორია ეროვნული სამოსის რესტავრაციის უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. საუკუნეების წინ შექმნილი ქართული სამოსის ფორმა, ფერი და ორნამენტი მისი მფლობელის სტატუსზე და გემოვნებაზე გვიამბობს. ეროვნული მუზეუმის საცავებში დაცული ნიმუშები ქართული კულტურის ერთგვარი მატიანეა. თუმცა დროის კვალი ამ უნიკალურ მემკვიდრეობასაც ეთყობა. ამიტომაც ისტორიული სამოსისა და ქსოვილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშების ეტაპობრივად აღდგენა იწყება. რა გზას გაივლის საუკუნოვანი ქსოვილი მუზეუმის საცავიდან ახალ საგამოფენო სივრცემდე. ნახეთ ანი გენებაშვილის რეპორტაჟი. ეროვნული სამოსი ცოცხალი ისტორიაა. მასში ჩვენი წინაპრების ცოდნა, ფიქრები და განცდებია შემონახული. თითოეული დეტალი წარსულთან კავშირის კიდევ ერთი კვალია. დრო ქსოვილს სვეტს, ფერები თანდათან ელვარებას კარგავს. ორნამენტები კი პირვანდელ სახეს. იმისთვის, რომ ძაფებში მოქსოვილი ისტორიები მომავალ თაობებსაც შემორჩეს, ეროვნული სამოსი პროფესიულ რესტავრაციას და მუდმივ ზრუნვას საჭიროებს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და Georgian Infusions შორის დაიწყო თანამშრომლობა, მეტად სასიამოვნო თანამშრომლობა და მათი, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბატონი დავით ლორთქიფანიძის, რა თქმა უნდა, დიდი მხარდაჭერით, გარესტავრირდება არა მხოლოდ ეროვნულ მუზეუმში დაცული სამოსი,
არამედ რეგიონულ მუზეუმში დაცული სამოსიც. მუზეუმის საცავები ბევრი ისეთ ნივთს ინახავს, რომლებიც არასდროს გვინახავს. წარმოშობით არის სვანეთიდან, კერძოდ დადეშქელიანების ოჯახიდან არის. იმ პერიოდისათვის ამ დეტალების შოვა და მერე თქვათ შეკვეთის მიცემა, რომ ამგვარად გაელამაზებინათ ნივთი, რომელიც ცხენზე იყო სახმარი, ხო? მიანიშნებდა პირველ რიგში ოჯახის მატერიალურ შეძლებას. დიდგვაროვნების შესამოსელი, ან თუნდაც უბრალო ადამიანების ყოველდღიური სამოსი, საყოფაცხოვრებო ნივთები. ახლა როგორც აქ უწოდებენ, სარეანიმაციო სივრცეში გადაინაცვლებს. ბაგრატიონების ოჯახიდან გამოტანილი ძალიან ბევრი ნივთია დაცული, მათ შორის ერეკლეს ერთ-ერთი კუთვნილი პირადი ნივთიც არის დაცული, რომელიც სარესტავრაციო და მას აუცილებლად მოუწევს ამ სარეანიმაციო სივრცეში შემოსვლა და აღდგენა. შეიძლება ამ სივრცეში გარესტავრირდეს ასევე ერთადერთი მეფის სამოსი, რომელიც არის საქართველოში შემორჩენილი, ეს არის თეიმურაზ მეორე სამეფო კაბა ეწოდება. რესტავრაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია. თავიდან დაზვერვითი სამუშაოები ტარდება. შემდეგ შესწავლა, მოძიება, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შესრულდეს, ისე რომ მთავარი პრინციპი არ დაირღვეს. სამოსი დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს. როდესაც ნახე უკვე ნამდვილი სამოსი ამ თავის ამოქარგვით, ფანტასტიკური ფერებით, აქსესუარებით და ასე შემდეგ, მივხვდი რომ მართლა ისეთი მდიდარი მემკვიდრეობა არის, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოს მემკვიდრეობა, ეს მსოფლიო მემკვიდრეობა არის. ზოგჯერ ყველაზე რთული ის აღმოჩნდება, რაც დროთა განმავლობაში გაქრა. მასალა, ფერი, ტექნიკა. რაღაცა ტიპის ტექსტილი უკვე აღარ იყიდება. ამ ტექსტილს უბრალოდ ვეღარსად ვეღარ ნახავ და გვიწევს რაღაცების მოფიქრება, პროცესებში შეიძლება ჩანაცვლებაც იყოს. აი მაგალითად ბისერი. ისეთი ბისერი, რომელიც მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო, ესეთი ტიპის ბისერი უკვე აღარ იყიდება. და გვიწევს რაღაცა კერძო კოლექციებში რაღაცების მოძიება. დაკარგულისძიება კი სწორედ აქ იწყება. იქმნება ის, რაც აღარ არსებობს, რათა გადარჩეს ქსოვილი, რომელიც შემოგრჩა. სპეციალურად შექმნილ ლაბორატორიაში ძველ ტექნოლოგიებს იკვლევენ, საუკუნეების წინანდელ ფერებს იღებენ. ტექნოლოგია რესტავრატორმა უნდა აღადგინოს. ეს არის ოქრომკერდით შესრულებული დიდგვაროვნების შესამოსელი. არის ორი ელეგი და ერთი მოსაცმელი. ეს ძაფი თვითონ არის ოქრომკედი. მთლიანად ეს ნაქარგობა არის დაზიანებული და თითოეული დეტალი საჭიროებს გამაგრებას. სამოსი მიგვანიშნებს, რომ ეს არ არის უბრალო რიგითი მოქალაქის შესამოსი, იმიტომ რომ ოქრომკედი და ხავერდი ეს საკმაოდ ძვირფასი ქსოვილი იყო ოდითგანვე და მით უმეტეს ეს ნაქარგობა მეტად ღირებული არის შესრულების თვალსაზრისითაც და თავისი ღირებულებით. პროექტისთვის შეიქმნა სამუშაო სივრცე. გაჩნდა საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების აუცილებლობა. ქართული კულტურული მემკვიდრეობის მცველებს ფრანგი კონსერვატორ-რესტავრატორები შეუერთდნენ. ორი მხარის გამოცდილება საერთო მიზნისთვის გაერთიანდა. ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება მასტერკლასები, რომელსაც განახორციელებენ ფრანგი რესტავრატორები და ქართველი რესტავრატორები ერთად და მისცემენ ახალგაზრდებს ცოდნას და განათლებას და მეორე ეტაპი ამავე პროექტის არის მუდმივ მოქმედი გამოფენის კონცეფციის შექმნა, რომელშიც ჩართულები არიან ასევე ქართველი რესტავრატორები. პირველად მაქვს შეხება ქართულ ქსოვილთან, საოცარია მარგალიტით გაწყობილი სამოსი, ასევე ნაქარგები, ოქრომკედით ქარგვის ტექნიკა. ამ ეტაპზე ქსოვილს ვამაგრებთ და დეტალებზე მუშაობ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შემოქმედებითი საქართველოს და ჯორჯიანი ინფიუჟენის თანამშრომლობით, ეროვნული პროექტის ფარგლებში მომზადდებიან ქართველი სპეციალისტები. შეიქმნება მუდმივ მოქმედი ეთნოგრაფიული გამოფენა. ნივთები გადარჩება. სამუზეუმო სივრცეებს კი ძველი, მივიწყებული კოლექციები, აღდგენილი ფერებით და ისტორიებით შეემატება. ვიმოგზაუროთ სამცხე ჯავახეთში, სადაც ზაფხული მხოლოდ მოსავლის აღების სეზონი არ არის. ეს არის დრო, როცა თაობიდან თაობას გადაცემული ცოდნა და ოჯახური ტრადიციები გადაეცემა და ისევ ცოცხლდება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ხილი თუთა მრავალსაუკუნოვანი კულტურის ნაწილად რჩება და ადგილობრივებისთვის გაცილებით მეტ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ.
გიორგი ქორქია და ლევან ლომაძე ასპინძის სოფელ ტოლოში იმყოფებოდნენ. როგორ იკრიფება თუთა, როგორ მზადდება მისგან ადგილობრივი პროდუქტები და როგორ აგრძელებს ეს კულინარიული მემკვიდრეობა თანამედროვე ცხოვრებაში არსებობას. ნახეთ მოგზაურობა ისტორიულ მესხეთში. სამცხე-ჯავახეთში თუთა არასდროს არ ყოფილა უბრალოდ ტკბილი ხილი. საუკუნეების განმავლობაში ის ოჯახების ყოფის, მეურნეობისა და კულინარიული ტრადიციების განუყოფელ ნაწილად იქცა. სოფელი ტოლოში ერთ-ერთია, სადაც თუთის კულტურას და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს დღემდე იცავენ. საქართველოში თუთა ყველგან არის გავრცელებული, მაგრამ ესეთი ფართო გამოყენება და მოხმარება არ არის არსად, როგორც სამცხე-ჯავახეთში, მაგრამ სამცხე-ჯავახეთიც გამორჩეული არის კონკრეტული სოფლები, სადაც თუთას ასე ვთქვათ აწარმოებენ. ოჯახურ პირობებში მზადდება ეს ყველაფერი. დაახლოებით 25-მდე პროდუქცია მზადდება თუთის ნაწარმისგან. ყველა ის პროდუქტი, რაც თუთით მზადდება, არის ძალიან ნოყიერი. სწორედ ამიტომ ძველ დროში შორგზაზე წასულ მესხებს სწორედ თუთის საგზალს ატანდნენ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ტრადიციას ჩვენ კუთხისთვის, როდესაც ჩვენი წინაპრები მიდიოდნენ ომში, აქ მიდიოდა თუთის დარღვევის პროცესი და ომში ატანდნენ, ასე ვთქვათ, ჩურჩხელა იქნება, ტყლაპი იქნებოდა თუ სხვადასხვა თუთის ნაწარმი. ეს იყო კალორიური და ასე ვთქვათ, ხნეობას მატებდნენ ჯარისკაცებს. ივლისი მესხეთში სწორედ თუთის კრეფის სეზონია. წვიმიანი ზაფხულის გამო მისი კრეფა ცოტა გვიან დაიწყო, მაგრამ რაც თავარია არ ჩავარდნილა. მეზობლები ერთმანეთს ეხმარებიან, საქმიანობაც სირთულის მიხედვით ნაწილდება. თუთისგან საკმაოდ ბევრ ნუგბარს ვაკეთებთ. მურაბაც მზადდება, ჩირებს ვამზადებთ, მზადდება ტყლაპი, ბაქმაზი, არაყი. შესაბამისად, რადგან ამდენი რამე მზადდება, გვიწევს საკმაოდ დროის ხარჯვაც. ხეების ქვეშ მაქსიმალურად დიდ ფართობზე იშლება მყარი ქსოვილი, ამ პოლიეთილენის დასაფენი. დანაკარგი მინიმალური უნდა იყოს. ხეზე ასვლა რა თქმა უნდა სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხის ტოტები რამდენიმე დღიანი წვიმის შემდეგ ბოლომდე არ გამშრალა. იყო დრო, როდესაც მესხეთში შემოსული მტერი პირველ რიგში სწორედ თუთის ხეების დაზიანებას იწყებდა, ზუსტად ისე, როგორც კახეთში ვაზს შეხავდნენ. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ჩურჩხელა მზადდება თუთისგან. ეს უნიკალური პროდუქტია, რომელიც ჯარისკაცები აქტიურად იყენებდნენ ამას საუკუნეების წინაც. და ეს მტერმა კარგად იცოდა, ალბათ მონღოლები თვითონ ამ ხეებს ჩამოქერქავდნენ, რომ გამხმარიყო ხე, რომ ეს რესურსი შეეწყვიტათ მოწინააღმდეგისთვის. იმ უზარმაზარ ხეებს ვერ მოჭრიდნენ ბოლომდე და ხეს გარედან კანს მოაცლიდნენ, რომ გამხმარიყო ხე, რომ აღარ გაეკეთებინათ ჩურჩხელა. ჩურჩხელა იყო მხედრების საკვები. რომელიც თვეების განმავლობაში ძლებს და წლების განმავლობაში შეიძლება გაძლოს. პირველი და უმთავრესი, რაც თუთის გამზადდება, ეს არის ბაქმაზი, იგივე მესხური თაფლი, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ. მოსამზადებლად საჭიროა ახალი და ჯამთელი ნაყოფი, ამიტომ ჩამოფერთხილი თუთის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. შეგროვილი ნაყოფი გადააქვთ მოსადუღებლად, რასაც უკვე არაერთი საათი ჭირდება. თუთის პროდუქტებიდან გამოსარჩევი არის ბაქმაზი, რომელიც არის უნიკალური, როგორც საკვები პროდუქტი. ხალხური მედიცინაც, რა თქმა უნდა, კარგად იცნობს მას და ასევე კლასიკური მედიცინაც არ უარყოფს მას და ხშირად ექიმები პაციენტებს უნიშნავენ ბაქმას. ბაქმაზის უნიკალურობაზეც გეტყვით ახლა, რომ ის კუჭნაწლავის მოქმედების გამართული ფუნქციონირებისათვის არის კარგი შინაგანი ორგანოებისთვის, იმუნურ სისტემას ამაღლებს. იყო დრო, როდესაც ბაქმაზით მესხები საქონელსაც აზიარებდნენ. ითვლებოდა, რომ ეს ოჯახებში ბარაქისა და დოვლათის შემომტანი იყო. სანამ ბაქმაზი დოხს პარალელურად თუთისგან კიდევ ერთი პროდუქტის დამზადებაც მიმდინარეობს. ეს არის ტკბილი ტყლაპი, რომლის კეთებაც უკვე ქალბატონების საქმეა. დაფერთხილ თუთას ვაგროვებთ, შემდეგ იხარშება ეს თუთა, მომზადებული წვენი იწურება, ვამზადებთ ფაფას, რომელიც უნდა იყოს თხელი სტრუქტურის და შემდეგ ეს ნაჭერზე უნდა გაიშალოს თხლად. კარგად, როდესაც უკვე გამოშრება და გახმება, უკანა მხარეს ვაბრუნებთ, ვასოლებთ ნაჭერს და უპრობლემოდ ძვრება და მზად არის ტყლაპი. სტერილურ ქსოვილზე დაკრული ტყლაპები მზიან ადგილზე უნდა გაიფინოს. მის გასაშრობათაც დროა საჭირო და რაც მთავარია მზიანი ამინდი. ბაქმაზი ყოველთვის დევს მესხურ სუფრაზე როგორც დესერტი, თუმცა ბოლო პერიოდში მისი გამოყენება თანამედროვე კულინარიაშიც დაიწყეს. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა სანელებლებით შეზავებული თუთის თაფლი ძალიან უხდება შემწვარ ხორცს. ნეკნები ჯერ ღუმელში ცხობა, ბოლოს კი მას სწორედ ბაქმას უსვამენ. შეზავებულია ეს ცოტა სიმწარეც აქვს, ცოტა სიტკბოც აქვს, ბაქმაზის გემოც არის და რაღაც გამოდის ძალიან გემრიელი. აი დააგემოვნებთ, მერე მივედეთ და გაიგებთ გემოებს.
როგორი გემო იქნება და იქნება ძალიან გემრიელი. ზოგს არ შემწარმოდგენა არ ქონდა თუ ასე ბაქმასთან ერთად ეს გაკეთდებოდა რა. და სხვათა შორის გამოვიდა ძალიან გემრიელი და კარგი. ლუც უხდება, ლუთან ერთად არის ძალიან მისაყოლებელი დესერტი და მიდის ძალიან კარგად. ლუდი და ნეკნი არის ძალიან მაგარი. ასე დამზადებული ნეკნები დღეს ასპინძის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათიც გახდა. ასე რომ, როდესაც ზაფხულში სამცხე ჯავახეთს მოივლით, დღის ბოლოს ადგილობრივი ძალიან გემრიელი კულინარიული თავგადასავალიც გელოდებათ. მადლობა გიორგი ქორქიას და ლევან ლომაძეს ამ რეპორტაჟისთვის. ეს იყო ამ სეზონზე მათი ბოლო მოგზაურობა, ვინაიდან პიესი სატელევიზიო სეზონს ასრულებს. ყოველ კვირას სხვადასხვა ისტორიას გიყვებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა ადამიანზე და სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ გვინდა რომ მოგიყვეთ კურიერი პიესზე. ეს არის გადაცემა, რომელზეც მუშაობა ჩვენთვის ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა, ამავე დროს საამაყოც არის. აქ ბევრი ადამიანის გამოცდილება, ხასიათი, კამათი, დავღალავის შრომა და ერთმანეთის იმედი იყრის თავს. ამიტომ ახალი სეზონის დაწყებამდე გადავწყვიტეთ ჩვენი გუნდის ისტორიაც მოგიყვეთ. სწორედ ამიტომ კამერა ერთი დღით საკუთარი გუნდისკენ მოვაბრუნეთ. ადამიანები, რომლებიც ეკრანზე იშვიათად ჩანან, თუმცა სწორედ მათი პროფესიონალიზმით იქნება ის, რასაც ყოველ კვირას 9 საათზე ხედავთ. მარიამ შანშიაშვილი მოგიყვებათ. ყურადღებით მოემზადეთ, წავიდა ქუდი. ცისფერი ეკრანის მიღმა საეთეროს მონიტორებთან ამ ადამიანებმა ერთი არხის კედლებში თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს. რამდენი წელია რაც რუსთავი არის თანამშრომელი? ბავშვობიდან. პატარა ბიჭი ვიყავი რომ მოვედი აქ და ახლა ცოტა დავბერდი. სულ აქ ვარ. ჩემი მეორე ოჯახია. აქ როდის მოვიდნენ აღარც კი ახსოვთ, სათვალავიც კი აერიათ. ყოველ კვირას, როცა საათის ისრები 9 საათს მიუახლოვდება, საეთეროში განსაკუთრებული სამზადის იწყება. კამერის წინ ახლაც ისე ნერვიულობენ, როგორც პირდაპირი ეთერის დროს, ჯადოსნურ პულტთან როცას ხდებიან. პიესი ძალიან მიყვარს. შეკრული გუნდია, მონდომებულები არიან, კარგი გოგობიჭები არიან, ჩემი შვილის ტოლები არიან. მარჯვენა ხელი ხარ. აი მარჯვენა ხელი ამას გადამოგაცვით, მაგრამ ბოლომდე არა, ამას მე დავუტოვებ ჩემთვის. თუ რამე ჩვენ ვირტუოზული რამე გვაქვს, ყველაფერს ვცდილობთ, რომ გადმოვიტანოთ მაყურებლამდე. ბიჭებო მოემზადეთ. ბატონო. ილუაბო მითხარი რამე? შემოდიან სულ რაღაცას მაიმუნობენ, ერთობიან და მე უცებ აი ეს დადექი კვირი და მე ხდებიან სერიოზულები და მე ხდებიან ისეთები, რასაც უყურებს მაყურებელი. ჩვენი ობიექტივი მიდის იქ, სადაც რეალური მიზეზი იმალება. გიყვებით იმას, რაც დღეს ამ ოთახში შეკრებილი ადამიანები არც ძალას და არც ღონეს არ იშურებენ მაღალ რეიტინგული გადაცემის მოსამზადებლად. კვირიდან კვირამდე აგროვებენ ამბებს და თქვენთან შესახვედრად ემზადებიან. გადაცემის უცვლელი წამყვანების ტანდემით. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ბევრს. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ აქ ყოფილი თითოეული ადამიანისთვის ჩემი აზრით. რა და ეს მგონია, რომ ეთყობა კიდევაც ჩვენს გადაცემებს. საამაყო და საპასუხისმგებლო არის ამ გადაცემისთვის მუშაობა. თითოეული ჩვენგანისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსით მუშაობა, მაგრამ ყველას გააზრებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც აი ამ გადაცემას აქვს. როდესაც ჩვენ ვაცხადებთ ხოლმე რეპორტაჟის ავტორებს, ვამბობთ ჟურნალისტს და ვამბობთ ოპერატორს. დიდი შრომა იდება მართლაც თითოეული სიუჟეტისთვის და წარმატებები თქვენ ბიჭებო. ოპერატორები არიან ამ გადაცემის, შეიძლება ითქვას, რომ თვალები. გადასაღებ მოედანზე მათ თვალს არაფერი რომ არ გამორჩება, წამებს რომ ისტორია დაქცევენ, ამბების შემგროვებლებად რომ იქცევიან და ხშირად ეპოქალურ მოვლენებს კადრებად სამუდამოდ რომ შემოინახავენ. და აქეთ მხარე არის კაბინეტი, სადაც მუშაობდა ხოლმე ეპისტოლეებს. პატრიარქის გარდაცვალების პერიოდი, როგორც ადამიანისთვის და როგორც ჟურნალისტისთვის, ჩემთვის იყო ყველაზე ემოციური. ილია მელე. ასე შემოუნახა არქივს ლუკა ჩადუნელმა და ხათუნა გაგნიძემ პატრიარქის დაკრძალვის დღეს გადაღებული ერთი სიუჟეტით, რესპონდენტებით, რომელიც დღემდე არავის ჩაუწერია. ირაკლი ბიძას ვეძახდით ჩვენ სანამ. დაემთხვა, რომ პირველი ჩვენ შევხვდით გარდაცვლილი პატრიარქის ოჯახის წევრებს. ძალიან რთული იყო მათთან შეხვედრა, იმიტომ რომ თელმა საქართველოს, მაგრამ მათ განსაკუთრებით განიცადეს ის, რაც მოხდა დაუკარგეთ ადამიანი, რომელიც ერის მამა იყო. ლუკა ჩადუნელი კურიერი პიესის გუნდის შედარებით ახალი წევრია.
რაღაცნაირ სიმშვიდეს გრძნობდი გადაღების დროს. ხარული ვარ, რომ ისტორიას დავუტოვებ ამ პატარა ჩანახატს. ერთმანეთის მხარდამხარ და გუნდურად მუშაობა ამ ადამიანების ყოველდღიურობა. ასე ხშირად შეუსრულებელი მისია სრულიად რეალური ხდება. კამერის მეორე მხარეს დგომა მაინც არ მოსწონთ. მაგალითად, ჩვენს კიდევ ერთ ოპერატორს გიორგი გუჯაბიძეს. როგორია სტუდენტის როლში ყოფნა? სიმართლე რომ გითხრა ამ სიამოვნებს. გურული სისხარტე დადგება ჩვენ ერთად წავედით თურქეთში და იმდენად მოვასწარეთ ერთ დღეში სამ სიუჟეტის ჩამოტანა. ჩემთვის დასამახსოვრებელი კადრი იყო აჭარაში ბებორო მოდის. მე და შენ ვიყავით ერთად მაგ სიუჟეტზე. კურიერი პიესის მთავარი შედეგი მაინც მაყურებლების გამოხმაურება და მაღალი რეიტინგია, რაც მარიკა გოცირიძის რეპორტაჟებს ნამდვილად არ აკლია. რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ მთელი ქალაქი რომ მათზე საუბრობს სალონებში, მაღაზიებში, გაჩერებებზე, ვარსკვლავების ცხოვრებაზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე თუ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. აი, ჩემივე მეგობრების წრეში მომისმენია გაიგე სოფი ლორენის ბიჭს ქართველი გოგო ყვარებია და ამ დროს ეს ჩემი სიუჟეტი იყო. ჩვენი თიმი არ არის დიდი, მაგრამ არის მართლა ძალიან ერთი გუნდი და ამაზე მეტყოლებს ისიც, რომ დღეს შენი ოპერატორი გაიჭედა საცობში და ჩემი ოპერატორი დგას კამერის უკან. მე შემეძლო რომ უკუდავ მეყოჩი. რაც არ ნახავთ ჩვენ საკვირაო გადაცემაში. კურიერი პიესში ექსკლუზივებიც მრავლადაა და თავიდან გაცოცხლებული, დავიწყებული ძველი ამბებიც. გალაქტიონ ტაბიძის უცნობი ხელნაწერები, ლექსები აღმოაჩინეს და ჩვენ გვქონდა ექსკლუზიური ინტერვიუ პირველად მაყურებელმა ეს გაიგო ჩვენი ეთერის მეშვეობით და მახსოვს ოთახში რომ შევედი დაფაზე იყო მარიკასთან და ხათუნასთან ერთად ჩემი ფოტო გამოკრული და ნუ ეწერა რომ წლის ექსკლუზივი. ეს ზურა ნერგაძეა კურიერი პიესისთვის არაერთი უნიკალური კადრის ავტორი. ნერგი დგას, იღიმის, კამერა გათიშულია და ეს აი რატომ არ გადაიღე? აი არ მახსოვს გამახსოვს. კურიერი პიესის ოპერატორები საუცხოო კადრებს იღებენ, თუმცა მათ ვერ თუ არ გადაღებულ კადრებსაც არ ივიწყებენ. 1 საათი ველოდეთ რომ აი ჭექაფუხილი გადაგვიწყო. კურიერი პიესის ყველა რგოლი მნიშვნელოვანია, ვინც სტუდიაში კამერასთან დგას, ვინც სამონტაჟოში კადრს უხამებს. ესენი ჩვენი მემონტაჟეები არიან. არაჩვეულებრივი ოპერატორები არიან მართლა. ერთ სიამოვნება მათი გადაღებულის დამონტაჟება. აქ მოაჩენ ძალიან ბევრ ისეთ მასალას, რომელმაც შეიძლება რომ სიუჟეტი კიდე სხვანაირად დაგანახოს. თამასთან ერთად მუშაობა არის უდიდესი კომფორტი. თავადაც ძალიან კარგი ვიყავთ ყველანი. ეს ჭარხალა, იგივე ირაკლი, მისი ნამდვილი სახელი აქ არავის ახსოვს. ხანდახან გგონია, რომ ორის ნაცვლად 8 ხელი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიუჟეტი ვერ ესწრება, თუმცა ეთერში მაინც დროულად გადის. მუშაობთ ერთად და გუნდურად. მუშაობ გუნდით, როგორც არ უნდა იყოს და რა რომ ფორს მაჟორს არ უნდა ვიყოთ. კურიერი 12 საათზე ამით დასრულებულია მე-3 საათი. ჩვენი ჟურნალისტი ლუკა ჩანგელია მას შემდეგ რაც მაყურებელს ახალ ამბებს გააცნობს, სამონტაჟოში ადის, სადაც შეუცვლელი მემონტაჟე ლიკა გოგიშვილი ხვდება. მყავს მფარველი ანგელოზი ლიკუნა, რომელიც ჩემს ტექსტზე ერთ-ერთში აკეთებს ხოლმე ყველაფერს. განსაკუთრებულია, როგორც ადამიანი და როგორც მეგობარი, როგორც თანაშრომელი. შურისძიების მოწოდებები ირანი, ამერიკა. რა მოხდება მსოფლიოს ხელწერტილებსა და კონფლიქტის ზონებში გლობალური პოლიტიკის ამბებს მაყურებელს ყოველ კვირას ნათია ჩახერია უყვება. სანამ სტუდიაში შევა ამ ლეპტოპში დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. ჩვენი მაყურებელი მიჩვეულია, რომ სხვადასხვა გლობალურ პროცესებს ვაშუქებ, იქნება ეს არჩევნები თუ სხვა კონფლიქტები მაგალითად, მაგრამ დღეს მაქვს განსხვავებული დავალება. სულ რამდენიმე წუთში ვიქნები ეთერში და მოვუყვები რუსთავიორის მაყურებელს, რა ხდება მუნდიალის პოლიტიკაში. სანდრო სანაია უერთდება ჩვენს ეთერს ესპანეთიდან. ავთო სანდრო, საღამომშვიდობის. ოთარ თევზაძე, ჩვენი ტექნიკური პროდიუსერი, რომელიც ახლაც სპორტულ სიახლეებს ეცნობა, გუნდური თამაში ოპერატორებისგან რამდენად მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი გუნდი ვართ ყველანი დაწყებული სოვიდან გამთავრებული ოპერატორით და გაგზავნებული ჟურნალისტით და ყველანი ვაკეთებთ ერთ საქმეს. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. აქ ყველა ადამიანი გუნდის მთლიანობას განსაზღვრავს. გუნდურობა, საქმის სიყვარული
მე მგონი ყველაზე კარგად გვაქვს აქ გამჭდარი გათავისებული გუნდურობა ქმნის იმ პროდუქტს, რასაც მაყურებელი ხედავს ტელეეკრანებზე. ხშირად ჩვენთან ისეთ ხდება, რომ ქუსლებიდან სპორტულ ფეხსაცმელზე გადადიან და კარიერის მთავარი გოლებიც ასე გააქვთ. თან მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატია და იმასაც მხოლოდ რუსთავი ორი უჩვენებს. ბურთი შევიტანე პარლამენტშიც კი და ეს ალბათ ბოლო დროის ყველაზე საინტერესო რეპორტაჟი იყო, იმიტომ რომ ვიცნობ ჩვენ პოლიტიკოსებს, ვაკეთებთ პოლიტიკურ სიუჟეტებს და ვიცით მათი პოზიციები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა საინტერესო იყო ალბათ მათი პროგნოზები, რითიც ჩვენ დაინტერესდით. კარგად მერკვევი სპორტში. და სწორედ შენი რჩევადარიგებებით მივედი მერაბ დვალიშვილთან და აი ეს შედეგი მოყვა. მართლაც ჩაწერეთ ძალიან გაგიშვი. ნიშკა. ვიდეო დამტოვე. ორი დოკუმენტური ფილმი გადაიღო ჩემზე სიმონ. წარმატებები. კურიერი პიესის ობიექტივში ჩემპიონებთან ექსკლუზიური ინტერვიუებიც ხშირად ხდება, მაგრამ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი მირიამ ბოქოლიშვილი ნამდვილად სხვა მიმართულებით არის ჩემპიონი. კურიერი პიესს ქონია ძალიან ბევრი რეპორტაჟი, სენსიტიური თემები იყო, ეგრეთ წოდებული სკანდალური თემები, რასაც ვეძახით ჩვენ სფეროში. ჩონჩხად ქცეული გვამი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ არ გავცდეთ ეთიკის ჩარჩოებს. მის თვალებს რა არ უნახავს და გადახდენია. არც საჭის მართვა ამარტივი, ეს ადამიანები არხის ისტორიას ქმნიან და ხშირად სიუჟეტის შინაარსად განსაზღვრავენ. მავსულიყავი ზემო აჭარაში, ჩაგვეწერა ბაბუს სახლში, ჩამოსულიყავი ჭიათურაში, მე ჭიათურიდან ისევ ზემო აჭარაში ამოსულიყავ და ეს ყველაფერი მასალა უცბად უნდა თბილისში აღმოჩენილი იყო. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი გზა იყო, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე იმით, რაც ნახე, რაც გამოვიდა, როგორც ვასიამოვნეთ იმ ბაბუს. მოდი გელოდიაგე. შენი ბაბუასაც გიზეხარ ბაბუ. აქ შეუსრულებელი მისიაც არ არსებობს. კურიერი პიესის წარმატებას ბევრი ადამიანის შრომა განაპირობებს. მათ შორის არხის სიამაყის, გიორგი ქორქიას და მისი შეუცვლელი ოპერატორის. სად არ ყოფილან და რა აღარ გადაუღიათ მათ ობიექტივში თითქმის მთელი საქართველოს მთა და ბარი მოხდა. ერთი გასაჭირი აქვს ლევონას, რომ ყველა გადაღებაზე რაღაცას კარგავს. არ არსებობს ზაუდება ნამდვილი განსაკუთრებით, როგორც ვიხდი, ხალხს მართლა უყვარს ეს ცხოვრება კულინარია, სოფლების კულინარია, ადგილობრივი კულინარია. ზაუდობაზე. წაწავხდი ჩვენ და მიყზე რომ გადავიღეთ მართლა ორ დღეში მილიონსაც და ნახვები. სტრუფელის მიწიდან ამოღებასაც თავისი წესი. ეს არის შანსი, რომ დავტოვო ბევრი კადრი ჩვენს ჟურნალისტებთან ერთად. და ბევრი საინტერესო კურიერი პიესის ოპერატორებისა და ამბის მთხრობელების თავგადასავალი კვირიდან კვირამდე, სიუჟეტიდან სიუჟეტამდე გრძელდება. ვაპირებთ ახალი სეზონიდან ისევ თქვენი ოჯახების სტუმრები ვიყოთ. ყოველ კვირას, ტრადიციულად 9 საათზე და ყველაზე საინტერესო თემებით. ეს იყო კურიერი პიესის ბოლო რეპორტაჟი ამ სეზონზე. მადლობა მარიამ შანშიაშვილს, რეპორტაჟის ავტორს, რომელმაც ეცადა რომ ამ სიუჟეტში გაერთიანებინა ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი გუნდის წევრი არის, თუმცა რამდენიმე მაინც ვერ მოხდა, მათ შორის მთელი ეთერის განმავლობაში ჩვენს უკან რომ არის ჩვენი სუფლიორი ეკა, დღეს მეგი არ არის, ასევე ჩვენი პროდიუსერი თეა, რომელიც არ გამოჩნდა ეკრანზე, მაგრამ რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებული იმედია. მოკლედ, ბევრი ადამიანი მუშაობს ამ გადაცემაზე, იმისთვის რომ თქვენ ყოველ კვირას 9 საათზე ნახოთ ის, რასაც უყურებთ უკვე ბოლო 4 წელია. მადლობა მათ, მადლობა მაყურებელს, მადლობა კურიერი პიესის გუნდის თითოეულ წევრს. ჩვენ უცვლელი შემადგენლობით და განახლებული ენერგიით დაგიბრუნდებით სექტემბრიდან. თქვენ კი, რა თქმა უნდა, არ გადართოთ, დარჩით რუსთავი 2-ზე, რამდენიმე წუთში სერიალი მიხო და მარო დაიწყება. დროებით. ნახვამდის.